საქართველოში მოღვაწე ეთნიკურად სომეხი პოეტისა და მომღერლის საიათ ნოვას დაბადებიდან 300 წლის თავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა გუშინ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. საღამოზე მიწვეულმა სტუმრებმა პოეტის შემოქმედებაზე ისაუბრეს. საღამოზე წარმოდგენილი იყო ალა ანტონიანისა და არტემ ალაბულიანცის ნამუშევრები. ღონისძიება მუსიკალურად ქართველ შემსრულებელთა სიმებიანმა კვარტეტმა და საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის კულტურის ცენტრ ჰაიარტუნთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ჯეირანმა გააფორმა. საიათ ნოვას დაბადებიდან 300 წლის თავისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის კავკასიური სახლის ორგანიზებით გაიმართა. ჩვენთან გამოვიდა არა მხოლოდ სომეხი პოეტი, მთარგმნელი, მუსიკოსი და ასე შემდეგ, არამედ აზერბაიჯანელიც, რომელიც კითხულობდა აზერბაიჯანულად საიათ ნოვას პოეზიას, ქურთულად წაიკითხეს საიათ ნოვას ლექსები, ქართულად თავისთავად. ეროვნული ბიბლიოთეკა დიდი სიამოვნებით ერთვება მსგავსი ტიპის ღონისძიებებში. ეს სხვადასხვა ტიპის ურთიერთობის გამყარებას უწყობს ხელს, ერთი მხრივ კულტურულიც, მეორე მხრივ ეს არის ორი მეზობელი ქვეყანა, რომელთა ამ სახით დაახლოება შეიძლება იყოს ყველაზე ეფექტური ნაბიჯი ჩვენთვის.